Раз. Два. Раз. Два. არასებობს ჩემი გუნდი რო ყოფილიყო რაღაცა მოკუჭული რო ყოფილიყო ასე. იმიტომ სულ გამართული ვიყავი მე. არ მეშინოდა არ პროფესიონალები რაც არ არის ვიცოდი რომ დაგიგებდნენ და იქნებოდა მაგარი. დავიდა, დაგავა. სანდრო. დაიწყო. ხო. ძალიან კარგია ბაბუ. ხო, მაშინ გაიარეთ თქვენ. ხო, იმიტომ რომ ლიზი არ არის, პიანისტი არ აქვს. კი ბატონო, გაიარეთ. არის, მე შე. მაგარი მოხერხ. დავდადით. აი თვალე, შეკი. სანდიკა დაითვალე. მე დავუკრა, მე იქვის. მე არის.
ნახაზი ხო ვიცი. ნახაზი ვიცი, შემდეგი ვეში. ახლა იგი ბიჭო იმღერე რა. მოდი. აი ესა. უნდა იმღერო. ჭადრე, გაიწვა. გავიდა. თემში არ გავიცე. რატო არა? ორიგინალი ვერ გერები. ორიგინალები, დასულები, მაცა, ამიკო. მე რა. აგენიანი მე რა მაგის ხოთაობა იყო, ერთაობა უკვე სხვა არის. არცეთი არ იყავით იმ თაობაში, თქვენ არცეთი. ის იყო ანასტასიას თაობა, ასე დავარქე მე მაგას. მე იყო მეორე თაობა, კიდე. მე მესამე და მეოთხე თაობა უკვე ლაბერონი თაობა იყო შეგეგუში მე. ათო იგი სხვა რაღაცა იყო, იგი იყო საერთოში მაესტრო რამდენი თაობა ყავს გაზრდილი? 14-ია მე მგონი. მე 14 თაობა ეგეთია. 14? და ყველა მაგრები არიან, მე რაც ვიცი მუსიკას. ყველა მაგრები. ადრე და თომასწავლებელს 5 საფირი, 5 საქსაფონი, კლარნეტი. აბა რა კლარნეტი. საქსაფონი იყო 6, რატო? 6? ო, ბარიტონი. იქმე ჯგუფი მაგარი. სრული ხო? და ნიკას თაობა დაუბრე გოჩავ. ნიკას თაობა კაი იყო, მაგრამ ბიზნესი არ იყო, მაგი იყო შეშკის სასტავი. შეშკის შეშკი, ასეთია. 3 კლუბა უკრავდა, 4 საქსაფონი უკრავდა. და ვოკალისტები და სტრიპკები და რა ვიცი, მე 2 სტრიპკა ყავდა რა. ანახი, ახლა ამბობ არის. შირეგუგის კონცერტი როგორ არის? ანახი. ესა
ძალიან მაგარი. ვერ ჩამოვდი. მასალებელი კაფენ. ერთხელ მასალა ლეგენდარული. როიცოდეთ ლეგენდარული. დაეყარა. მე რო უფრო მივხვდეთ ახლა ჯერ ვერ ამოღამოთ კარგად. თულაში რო გამევედით, უკვე ჩვენ ცნობადები ვიყავით რა ამბავს, იცი ტელევიზია, აი მაქსიმი კრუგი და იგი ვატრიალია. ერთი და ყველა მიცოდა რომ ჩვენი ბავშვები გამოვდიოდნენ. ხო დანჟაიძის ბიგბენგი ჩამოდიოდა. იგი ჩამოდიოდა. მე შენ როგორც მაგარი დირიჟორი და ჯაზმენი და იგივე ჟიურში დამაჯინენ თერო ვერცხლისკბილები რო ამ დაცემებში რო არიან, ხო იცი ეს როკმენები. ხო. იქ გამევიდა როკი და ჩვენ მე მაშინ პროგრამა შევცვალე, აი წვინტიყველები და ზესტაფონები და ეგენი გოუში, ჯაზ როკი. იქ, გამიგე? ეს ყველაფერი და საიდან ვიგე ჯაზმენი ხალხი ეს ჯაზ როკი საიდან? საიდან ხო? ხო, საიდან იცი. უნივერსალური. მე ვთხარი რა ფერა გავიდი მაგ ყველა ბავშვებიდან. სკოლა. ეს რომელ წელს ხო? ეი არის 88-89 წელი. შეგულის მერე იყო. ხო, უკვე წამევიდა და ლევიზაში სოლო კონცერტები ჰქონდა. სოლო? ო, ორი ავტობუსი მესახურებოდა, ერთი აპარატურას გააცრებდა, მეორე ბავშვები და ცხოვრობდნენ იგულავა რა იმ ბავშვებმა ძალიან მაგრა იგულა. ახლა სად არის ბავშვი? რა ვიცი, ახლა სადა, ზოგი სადა და ზოგი სადა. ყველა თავისი გზა ნახა. ხო. მიშკა თბილისია, ზვიადი თბილისია, ლაშა ქუთაისია, ნიკაბაძე. ხო. ვალერა, ჩორნა, მაშია. ესპანეთი ცხოვრობ. მაგი იყო მეოთხე თაობა რა. მაგი საბირველი რომელი იყო? საბირველი იყო ბენო კახადაიძე. ბენო? ბენო. საბირველი თაობა შირეგულში არა, ხო, ნამყოფ? არა. საბირველი თაობა დაიწყო 80-იანებში. 80-იანებში ასე მახსოვს. და თქვენ რო ვიასამათ უნდა და გამოხვედით, მე შექმენით, ეგრევე მოგინდათ. მე ეგრე არ გამჩერებული ვარ. მე რო ჩამოვედი ქუთაისში და კოტე ფარულავა ის იყო ჩემი ხელმძღვანელი დამიბარა იმან და მივედი და მე უნდა გადაგაბარო ეს ჩემი ყველაფერი და უნდა გაზარდო შენ ხალხიო და უნდა გააკეთო ეს საქმეობა და შევები ამას და ხო იცი შევები და მუშაობა და ორ წელიწადში უკვე ორკესტრი მყავდა. აი ბენო კახა ბიჭო რამიშვილი საქსაფონზე რო უკრა. მართლა. ხო, მაგი იყო, ბენო იყო, მამუკა გრიგალაშვილი იყო ტრუბაში, მეორე ტრუბა იყო ბატონო ჩემო კახა ხაკაძე, მესამე ტრუბა იყო სეკრეტარიას ვერ დახოდი არ მახსოვს სახელი და ისული წყანებოდა. მე საქსაფონები იყო გოჩა ტიქორიძე, ლეინგრადის დირექტორი იყო ფილარმონიაში, ახლა ჩამევიდა ქუთაისში. საქსაფონისტი, ტენორისტი, ხო და ალტისტი იყო პაატა ქვარიანი. სამი ალტი იყო, 4 ტრუბა იყო, კაი სასწავლი იყო რა. ახარავიშვილი თუ იყო, იქიდან არ იცი. მაგენმა დაუკრა, მაგენმა სერიოზული მუსიკა დაუკრა. ეს სუიტა მაგენმა დაუკრა პირველად ჩემი ნაწარმოები. ზესტაფონო? არა. შენ არა გაქვს მე სუიტა რა მაგარია იცი. არ ვიცი. საპისია რა გაქვს მაგ? კი, მაგ. სუიტა. ოღონ ამგენის დაკრული არის მაგ ჩანაწერი და იმგენმა დაუკრა პირველად. ამ კახამდან იმგენმა. პირველი თაობამ დაუკრა რა. ეს პირველი სასახლეში იყავით თქვენ, ხო? ხო, პირველი სასახლეში. წერალთა სახლი რო ახლა ბჟოლებში. ხო. აი იქ იყო ადრე ძველი იქ იყო მოსავლე ახალგაზრდობის სასახლე. მე აშენდა. თავარ მეფის ქუჩაზე არის. ხო, მე აგერ ვიყავს ახლა. თამანავის დაარო დააგრიეს. ო, სულიან ხოდა ახანა რამხელა იცი. ეს ნიკასთან იყო? ო, ნოხებში და თელი ამბავი და თბილისის ინტურის გავაკეთებია და დარბაზი იყო სხვათა შორის. ალბათ ქუთაისში მას ეს დარბაზი არ იყო. აქ რო იყო. აკუსტიკური ისეთი აკუსტიკა იყო და იქ ხეში და ქეჩებში და რა მაგარი იყო რა. და მაგარი.
ასე იყო ჩემო თეიმურას. იატაკზე მოვაფილე, ისა რა ქვია იმ იატაკი შენა რაცა ოპერაში ჭადრაკის ის იყო ფიგურები ვიცი რაღაცები და ყველა რო ჩალიჩოს ბასისტი რო თავს იგი ბარაბანს რო აწყობს დაქო შალამბერიძე იგი გიტარას რო აწვალებს და სლაიდივით იყო გაკეთებული აფიშა მინდოდა ამის ვერ გამიკეთეს ვერ და ლენინგრადში დავბეჭდე მე ოღონდ სხვა ლენინგრადმა გააკეთა იაპონურ ხახალზე მაგარი და ერთი წალის არ დამჭა ის აფიშა აი ის არ დაგჭა არ დამჭა აუ მაგი უნდა შეგენახო ორგანიზაციაში ქონდა თემურიას ვაჩუქეს და მოგდა იგი და მე რა ვიცი და გადააგდებდა ხა ვინ იცოდა იმის ფასს აუ რა მაგარი ისაა дирижер оркестра и руководитель художественный руководитель Давид Жанелидзе წერა და ლენინგრადში იყო გაკრული ყველგან ეს აფიშები და სურათები ბავშვების. Ну, а эти юные артисты, наши любимцы, под руководством Давида Джанелидзе, они занимаются во дворце учащейся молодежи города Кутаиси и достигли, по-моему, в своем увлечении больших успехов. Выступает эстрадный ансамбль «Аиси». Аиси. Saxophonist, ერთი ალბისი ყავდა გომო. მე ხეს არ ამიწო. გადაიცვალა ის ბავშვი. გარდაიცვალა? მასე უზრდელი. სულგათაცები გადაიცვალა. აქვე რა გვარი იყო ია? ლია სიხარული. ლია სიხარულის. მაგი იყო მეორე ალტი, პირველი ალტი იყო გოჩალომთაზე, ქეროსტულია. ოი გოჩაია, ჩემი გობარი, მაგას ვხუტნე ალბათ. ოდა
ამ ხოიცი უცხო იყო მაშინ ქალი და საქსაფონი სად იყო მაშინ და ამ ხელავორკეში რო იყო იგი ტელევიზიები მოსკოვი და იგი უღებდნენ სულ ამას ლიას გამიგე ქალი და საქსაფონისტი ხო და ბიჭები ჩხუბობდნენ რომ იმას უხებს ყველა და ჩვენ არ ჩანვარდო არ ჩანვარდო გოგოი საქსაფონზე ხო ასე უბრალოდ და ხოიცი ტელევიზია და იგი მიდიოდა პირდაპირ ლიასთან გამიგე აი ეს ვარიანტი ვით გარდაიცვალა მაესტრო სისხლის გათეთრება ბიჭო რამდენი წლის იყო 30 წლის არა კაცო ანსამბლი რო ესე იგი რო დაამთავრენ სკოლა მე გათხოვდა და მალევე გარდაიცვალა საფიჩრეზე ცხოვრობდა საფიჩრეზე ხო საფიჩრეზე ცხოვრობდა ახლა იღე მი ზევით შეგელე? ოები დაბლოს იცოდეთ რუბაზე მი. ასე ეს არ უღერს. არ ვერი. არ ვერის, არ ვერის.
ასაწევია. არის რა გიორინოს. ნამე მესმის აი რა ვიცი. აქ არის მის ვარ. ხო არის გიორინო. აი შენ Bravo. ჩემპიონის შორსე. თავისუფლება შევადელების ძალიან მიმართება მის მოგზანდა. ვინც არ მოგზანდა? ირად საქმეში. ვინც არ მოგზანდა? ყვედური ვინც არ მოგზანდა. ვინც არ მოგზანდა თვითონ დააქტება. ათი შებრavo ყველა. და შენი ამონე მაგარდაჟე პატარები. ვარ მოვდივარ ჩეულებრივად ჩვენ რომელზე მოხარ? მე მინდა რომ მოხვიდეთ კიდე რომ გამუშავოთ ეს თაგაგი კარგად. ორ საათი მოვიდა. ისკეფსა. ვარა? სალამი მეგობრებო, როგორ ახლა? რას? აი, დავიდან ჩქარი ხო არის, ხო? არა, ჩარი ბიჭო არ ვარ, აი დაძინებულია ბიჭო. არა, კაია. კაი ტემპია. არ გახსოვ? მადერა თქვენი. რა? Va, va, 3,
რას უკრავთ? რა მეცნიერები ხართ, რა გააკეთე? ბოლომდე არა, ეგ დაკრული. ვერ ზის. ასანის ბრალი ამას ხალხი რა ვქალდი. დავიდა, მისამერი და. თავიდან გავაკეთე. არაკეთებს, მაგრამ გააკეთებს. ხორაგეთებ არ მინდა გასული სამი არა. ჩვენ ვეცურ ეს კითხვა მე ლა. კაი ორჯერ აქვს მე ორჯერ. ერთი ავარდნა, ვარიანტი, ზევი დავარდი და კაი. მე მოყვარდი შენ მე ვარ რა ბასისტი ვარ რა. ხო, ანუ დაიგალე სანდრი. გითქვა. დავიდა. აი ასე იქნება კონცერტზე ეს ვარიანტი. ბოლოში შენ ოჩახ, კაია. გადასარევი. მერე. ოჩა. გადასარევი ვახშეა, ჯიგრებისა.
ვერას იქ არის აი ესა აი ამდენი რაღაცა კეთება შეხედე ურე აკა ხორე Putam, así que ahora está todo tanta. Ahora pedalis mía por me voy. Oh, ¿qué cara? Ahí que, acaba que tú te flas. Ahora, madre, ¿qué? Bam, very good. Bam, Ahora, Oh, bene, Davide. ამერიკული იგი რა ქვია იმას საახალწლო იგი და საახალწლო Last Christmas. რომელი? აი, მოდი last Christmas დავს. ეგ რომელი? ინახავს მე მისია ყველა. რეპეტიციაზე ცოტა იყო. არა, მიდი კაცო. აი, 1 2 3 go. Ide goaka? Io, Davide. Ormai. თავის სიმებიანებით, თავის ჩასაბერებით და
ერთი გოგო ყავს მალხას ჭედლიშვილის ქალიშვილი. ეს გიდია ახლა ცოტა საქმე, მაგრამ ესეთია საქსოფონზე დაიწყო დაუკრა და ისე დაინტერესებულიო даже კონცერტებსაც გამოსვლა. და სხვა შორს უყვარს ამ კონცერტებზე გამოსვლა და რაღაცა კონსერვატორიაში წინაშობა და მე ვეთქვი რომ ამასაც ისე რაღაცნაირად ჩავშორტო და ის ახალ ვინც არის ასე მოსწავლე კიდე საქსოფონზე იმასაც გამოვიყოლებ. მოკლედ გასმენინებს და დავიდეთ და ეს ბიჭიც კიდე ახლა თუ გამოგიდება და რაღაცა გადაწყვეტილებს მე კასტინგზე ვნახოთ. ხო? ოკეი, აბა დროები, მრავალდამზე გახვალწელს დიდი საზოგადოება და ასევე დაგიყვება. ოკეი, გამაგებია. კარგად ბაი. Thank you.